დიმიტრი ლორდ-ქიფანიძე ეგრეთ წოდებული მაზავშიკების უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმების შემუშავებას ითხოვს. პარლამენტის დღევანდელ რიგარეშე სხდომაზე ლორდ-ქიფანიძემ ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა მოითხოვა, რომელშიც მისი აზრით პროკურატურაც უნდა ჩაერთოს. ლორდ-ქიფანიძეს მიაჩნია, რომ არსებული კანონმდებლობა ეგრეთ წოდებული მაზავშიკების უკანონო საქმიანობასთან მიმართებაში სუსტი და არაეფექტურია. დიმიტრი ლორდ-ქიფანიძეს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა. ერთი თვის განმავლობაში სამ ახალგაზრდა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, მისი გამოწვევი მიზეზიც გახდათ თამაშში წაგებული ფულის არ გადახდის ფაქტი. მე მინდა შევეხო ეგრეთ წოდებული მაზავშიკების თემას. მე გთავაზობ ბატონ დავით და მინდა გთხოვოთ პირადად თქვენ გახდეთ ინიციატორი იმისა, რომ პარლამენტში შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, მოვიწვიოთ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებიც და დავსხდეთ და ვიმუშაოთ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რათა ჩვენი მომავალი თაობები ვიხსნათ, ნამდვილად ვიხსნათ აი განსაცდელისგან, რაც სწორედ იმ შედეგების შედეგად დგება ხოლმე, როდესაც ისინი მონაწილეობას ღებულობენ ეგრეთ წოდებულ პრისტავკებში. სათამაშო ბიზნესის მფარველად და დიდ მეხუთმეტ მე ნამდვილად ვერ გამოგადგებით და მით უმეტეს, როდესაც საუბარი ეხება კრიმინალის ჩადენას, ეს იქნება მაზავშიკობა თუ სხვა რაღაცა ჩემთვის უცნობი ტერმინოლოგია. ხშირ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირების საგანი და ყველა დამნაშავე უნდა იქნას დაჟილი. მომავალი წლიდან საგადასახადო კოდექსში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-მდე იზრდება. სიახლე მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი მხოლოდ 12%-იანი გადასახადის 18%-მდე გაზრდის შესახებ იყვნენ ინფორმირებულნი და მათი თქმით გრძელვადიანი პროექტების შესაბამისად დაგეგმეს. შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციები ამ სიახლეს აპროტესტებენ და ამით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ. დეტალებს ქეთი ფარცხალაძე კი ამბობთ. არასამთავრობოები ახალ საგადასახადო კოდექსში არასამთავრობო ორგანიზაციათა დაბეგვრის წესს აპროტესტებენ. ცვლილება, რომლის ამოქმედებაც 2011 წლის იანვრიდან იგეგმება, არასამთავრობოების მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურებისთვის საშემოსავლო გადასახადის 12-დან 20%-მდე გაზრდას ითვალისწინებს. ძირითადად ჩვენი სამიზნე ჯგუფები არიან სოციალურად დაუცველი ჯგუფები და რეალურად ამ შემთხვევაში გადასახადის გაზრდა 20%-მდე მნიშვნელოვნად შეამცირებს ჩვენს ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასებს, რაც ვფიქრობ ადამიანური რესურსების დაკარგვასთანაც იქნება ასოცირებული და სერიოზულ კონკურენციას გაგვიწევენ ამ შემთხვევაში საჯარო სამსახურები. ჩვენი ბიუჯეტი მთლიანად არის გაწერილი ხელშეკრულების თანახმად და კიდევ უფრო მეტსაც გეტყვით, ბევრი რისკი უკვე პროექტში, რომელიც ჩადებული იყო, ამოქმედებული გახლავთ, მაგალითად ჩვენი პროექტი ეს არის სამედიცინო მომსახურების პროექტი, არანაირი რესურსი სხვა ჩვენ არ გაგვაჩნია, თუ არა ეს 8% მოაკლდება პირდაპირ ხელფასებს. არასამთავრობოებისთვის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და დაუსაბუთებელი აღმოჩნდა. მათი ინფორმაციით გადასახადი არა 20-ით, არამედ 18%-მდე უნდა გაზრდილიყო. გარდა ამისა, არასამთავრობოები ამბობენ, რომ ამ ციფრის ირგვლივ არც რაიმე განმარტება მიუღიათ. 2011 წლის 1 იანვრიდან დღეს მოქმედი კანონით უნდა ყოფილიყო 18%. უცბად ეხლა ინიცირებული იქნა ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს 20%-მდე გაზრდას 1 იანვრიდან. რაც სრულიად დაუგეგმავი იყო, არც განმარტებით ბარათში და არც სხვა გზით ჩვენ არ მიგვიღია რაიმე დასაბუთება თუ რატო უნდა გაიზარდოს 1 იანვრიდან 20%-მდე. არ იყო საჭირო არანაირად ამ ცვლილებების მიღება. ეს საქართველოს ბიუჯეტს ძალიან დიდ თანხებს არ მოუტანს, უბრალოდ ეს არის პირდაპირ დარტყმა საქართველოს ხელისუფლებისა არასამთავრობო სექტორთან მიმართებაში მისი დასუსტების მიზნით, მეტი არაფერი. თორე აქედან არ შეუვათ არანაირი ისეთი დიდი შემოსავალი. პროტესტი და სამოქმედო გეგმა არასამთავრობოებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე განიხილეს. ჩვენი მოთხოვნა შემდეგი არის შენარჩუნდეს 12%-იანი დაბეგვრა მომდევნო 3 წლის განმავლობაში და 3 წლის შემდეგ უკვე მოლაპარაკების საფუძველზე ხელისუფლებასთან შესაძლებელი არის ვილაპარაკოთ ასევე საშემოსავლო გადასახადის გაზრდაზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. განხილვაზე მიწვეული პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრები არ მისულან. სახელისუფლებო გუნდი პარლამენტში გაკეთებულ კომენტარებში ამბობს, რომ საშემოსავლოს 20%-ით დაბეგვრაში პრობლემას ვერ ხედავს. ზოგადად უნდა ითქვას, საქართველოს საშემოსავლო გადასახადი არის 20%, ამიტომ კარგად არის გასაზრდებელი რა არგუმენტს ეფუძნება ის, რომ 20% არ იყოს თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, თუმცა ჯერ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა მეორე მოსმენისათვის, ჯერ პარლამენტის ხომაზე არ არის განხილული, შესაბამისად ამ
გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული საბოლოო არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ უშუალოდ შეხვდნენ საპარლამენტო უმრავლესობას და აუხსნან ის პრობლემები, რომლის წინაშეც ამ კანონის მიღების შემდეგ აღმოჩნდებიან.